Prime Time-ის პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება მხოლოდ მთავარ პროკურატურას ექნება. თია წულუკიანის განცხადებით, ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ მთავარი პროკურორის და იუსტიციის მინისტრის სახელზე საჩივრების დიდი რაოდენობა შედის და ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა ახალაიას და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდეთ. ჩვენ მუშაობთ კანონთა საკანონმდებლო ცვლილებების მთელ რიგ პროექტებზე, რომლებიც მოიტანს იმას, რომ იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილება. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ის პირი, ვისაც შეეძლება ექსკლუზიურად დააკავოს მაგალითად გენშტაბის უფროსი. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ის პირი, ვისაც შეუძლია ექსკლუზიურად დააკავოს მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი. ამგვარი დევნის უფლება გადაეცემა მთავარ პროკურორს, რომელიც უნდა იყოს მთავარი სისხლის სამართლებრივი მდევნელი ქვეყანაში.